ყავდა ერთი მეგობარი მეგრელი შურა ძაგანი ერთად მუშაობდა. ის იყო დურგალე მშენებლობაზე. და მამაშენები კალატოზე და ძალიან ახლოს იყვნენ ოჯახებით და გასაგებად დღემდე სახლში შესასვლელი კარი არის შურას გაკეთებული, ანუ მასიური ხის, კარა და შესასვლელში შურას გაკეთებულია და ასე შემდეგ. მაგრამ მე ძალიან კარგად ვახსოვს, როცა შურა და მამაჩემი იკრიბებოდნენ. შურამ არ იცოდა რუსული. ძალიან ცუდად ლაპარაკობდა რუსულად. მამაჩემი არ იცოდა კარგად ქართულ რაღაცა ესმოდა. აი მათი საუბარი იყო რაღაცა მართლა მწყდება გული ერთ რამეზე, რომ არ მომეცა საშუალება, რომ ჩამეწერა ეს საუბარი. მაგრამ იყო სასწაული, შეიძლება 2 საათი რაღაცაზე ესაუბრათ. იქ პოლიტიკაზე, ამაზე სამსახურის ამბებზე რაღაცა ის რა. მაგრამ აი გაუგებარია როგორ ესმოდათ ერთმანეთს. არადა საუბარ კომუნიკაცია ჰქონდათ ერთმანეთს ესმოდათ და ერთმანეთი უყვარდათ ძალიან მართლა არაჩვეულებრივი კაცი.